გორის დაბობის დროს ჩვენ ვიყავით ჯერ კიდევ აქ გორში და ის დღე იყო როცა კომბინატში ბომბი ჩამოაგდეს, აი ამ პერიოდში ჩვენ წავედით თბილისში და დედას გარეშე არსად არ მიდიოდა ხოლმე ზოგადად და აი მაშინ იმდენაზე შეეშინდა რომ თანახმა იყო მეც გამომყოლოდა თბილისში ძალიან განიცდიდა, იმიტომ რომ ალბათ ყველაზე მეტად ემოციური იყო ჩვენ შორის ოჯახის წევრებს შორის და ყველაზე მეტად ბავშვი რამდენადაც შეიძლება განიცდიდეს, მაშინ იყო 5 წლის, აი ყველაფერზე და ისეთ რაღაცებს იხსენდა და ისეთ რაღაცებზე დარწმუნდა, რომ ჩვენ ვერც კი ვფიქრობდით. აი მაგალითად იმაზე, რომ ჩვენ ყავდა პატარა ლეკვი, რომელსაც საყელო შევაბით და ეს ლეკვი რომ ამ პერიოდში გაიზრდებოდა, ის საყელო მოუჭერდა და მაგაზე დარდობდა. შემდეგ ნელა მდგომარეობა გაუარესდა და მე მივიღეთ ის რაც მივიღეთ. ვებ რომელიც გვიან გამოვიდა ხეობიდან მაშინ დაბომბვის შემდეგ უკვე ჩათვალა საჭიროდ და ნამდვილად კარგად ჩათვალა. რომ ერთადერთი რაც ღირებული იქნებოდა ჩვენთვის შემდეგ ალბომები იყო და ორი ალბომი გამოგვიტანა. ჩვენ არა გქონდა პატვარი სამალავი და ვიყავი მეზობლის პატვარში. იქ ვიმალებოდ. შემოვიდნენ დავიოსები იყვნენ თურუსები. შემოვიდნენ და თელ ლოგინი აუწეხეს და ყველაფერი ძირს დაყარეს რა. რას ეძებდნენ რა ვიცი. მე გადავწყვეტეს და ჩემო დილას წავედით. უკვე დამთავრებდა ახლა ბაღის სახლებში დაიწყეს ხსიარული. ჩემი ისწავლე დავით ეწნევის საპარატი, ჩემი წამლები და ეს ორი ალბომი ამათი. მე ვერაფერი. ბოლოს იყო ეს თვითონ ასახლარი საძირკველი ჩანდა ჯერ კიდევ და არ გამჭირვებია მაშინ სახლის მოძებნა და ეხლა უკვე ცოტა გამიჭირდა. ხშირად ვათვალიერებდით ხოლმე მეპიდან, გუგლიდან და ვხედავდით ხოლმე რომ მხოლოდ ნანგრევები იყო დარჩენილი და ეხლა ბოლოს რაც ვნახე, ის ნანგრევებიც აღარ არის გადასწორებულია და ჩვენ ყავს ახლობლები იქით ცხინვალში, რომელსაც უკავშირდებით ხოლმე ტელეფონის მეშვეობით, სოციალურ ქსელის მეშვეობით და გვეუბნებიან ხოლმე, რომ ნუ აქა და აქ აკეთდა, ვთქვათ, იმათი კოტეჯები, იმათი ბაზა, იმათი ჩვენი აღარაფერი აღარ არის და ძალიან გულსატკენია რა თქმა უნდა ყველასთვის. ჩვენი ნასახლარი საერთოდ გადასწორებულია, აღარაფერია დარჩენილი, ის ნანგრევები თუ იყო დარჩენილი, ისიც აღარ არის უმეტესობებში და ბაზებს აკეთებენ, ან მოასწორებს და მომავალში რაღაცისთვის ამზადებენ ალბათ.